ვაშვილის დედა ვარ უკიდურესად გაჭირებულ პირობებში და ძალიან მეხმარება სოციალური საკრებულო და ვიცე-მერი ძალიან დიდი შეშა გამომიყო ვიცე-მერმა საკრებულომ კიდევ ძალიან დიდი დახმარება გამიწია და კიდევ მპირდება დახმარების გაწევას რომ ახლო დროებში აქედან გადაგიყვან უკეთეს პირობებშიო გიქირავებ სახლსო აქეთ პროდუქტები და ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო ნივთებიდან დამეხმარნენ ეგრევე სოციალურ დიდი მადლობა სოციალურმა ძალიან ბევრი პროდუქტები გამოყო ბავშვებისთვის და ყველაზე რთულ პერიოდში უდიდესი დახმარება გამიწია ქალაქ ზუგდიდის საკრებულო მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ორგანიზაცია ერთსულოვნებას და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს და საპატრიარქოს რომელსაც გაჭირვების შავს დახმარების ხელი გამიწვიეს. მადლობა ყველას. მინდა ყველას ვთქვა რომ ეს უნდა იქცეს ჩვენს კულტურად მოვალში ხელმოქმედების სურვილი ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს განსხვავება არა აქვს ვის რა მდგომარეობა აქვს ერთი ჭიქა წყალიც ხელმოქმედება ითვლება მინდა ასევე აღნიშნო რომ რაიონის სამეურნეო ტერიტორიაზე თელ ზუგდიდის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ცხოვრობს ასეთი მრავალშვილიანი უწეო ადამიანები მე აღნიშნავდი მათ ათხოვის პრობლემას პირველ რიგში აჭრება აქ ქალაქის ცენტრში ძალიან ისეთი უნიკალური ხეები, ძველი ხეები, ეს პარკია ერთგვარი, არამწვანე მცენარეები და მე ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, ყველამ გულთან ახლოს მიიტანოს რომ ადამიანებს პირველ რიგში გათხოვის პრობლემა აწუხებს ზამთარში და ყველას გულთან ახლოს მიიტანოს და რაიმე დავეხმაროთ ყველამ თვითარმა გამოიჩინა ყურადღება, მეტად დაგუცილ გადახარეთ. ზუგდიდის საერთაშორისო პარკის მთავრის მეფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მოიხსენება ჩატარდათ აქცია, რომელსაც ერთსულოვნება ეწოდა საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტი და ზოგადად ეს აქცია გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. აქციას ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოხმაურება მოქალაქეების მხრიდან, ბიზნესმენების მხრიდან, შეგროვდა შესაწირავი და შესაბამისად დღეს მოხდა იმ ოჯახების უზრუნველყოფა, იმ აუცილებელი დახმარების პროდუქტებით, რომელსაც ეს ოჯახები საჭიროებენ. ეს არის სოციალურად დაუცველი, მზრუნველობა მოკლებული და სოციალურად შეჭიროებული ოჯახები. დღეს ჩვენ აქ მოვედით სამღვდელო პირებთან, მოძღვრებთან ერთად, გავეცანით კიდევ ერთხელ ადგილზე არსებულ პრობლემებს. მართალია ეს აქცია არის მცირედი, ესე ვთქვათ, ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქციები შემდგომშიც განხორციელდება და იმ ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა, ჩვენ არ უნდა მოვაკლოთ ეს მხარდაჭერა და სწორედ აი ესეთი ერთობლივი თანამშრომლობა არის გარანტია იმისა, რომ მათ არ იგრძნონ გარიყულად საზოგადოებისგან თავი.